ეს 4 წლის დუდაა. ბიჭუნა ტყეში ფერმის ტერიტორიაზე ცხოვრობს. ბავშვი მოწყვეტილია გარე სამყაროს, ადამიანებს. იმ შემთხვევაში თუ ეს პროცესი სასწრაფოდ არ შეჩერდება, ბიჭუნა თანდათან მაუგლად გადაიქცევა. ტყეში ბავშვი მეორე ჯგუფის ინვალიდ დედასთან ერთად ცხოვრობს. დღისით ისინი ადამიანებს ვერ ხედავენ, მხოლოდ ქათმების კაკანი ესმით, ღამით კი მგლების ყმუილი. უსახლკარო დედაშვილისთვის ადგილობრივმა ხელისუფლებამ ქირის გადასახდელად 120 ლარი გაიმეტა. ამ თანხის აფასურად კი ვინ მიაქირავებდა თუნდაც ერთ ოთახს. ამიტომ მარტოხელა დედა იძულებული გახდა, რომ ტყეში ფერმის ტერიტორიაზე არსებულ ამ საშინელ ქოხში ეცხოვრა თავის ბიჭუნასთან ერთად. მე გამოვდივარ ამ სახელმწიფოს მსხვერპლი და ჩემი შვილი. ტურების ყმუილი და ესეთ სიტუაციაში იზრდება. რამდენი წელი კიდე შეიძლება ადამიანმა ტყეში იცხოვრო? 2 წელზე მეტია აქვე. ალბათ თავად ხვდებით, თუ როგორი საფრთხი შემცველია ამ საბრალო ბიჭუნას ტყეში ცხოვრება. ის ამას არ იმსახურებს. არც ერთი ბავშვი იმსახურებს ასეთ არაადამიანურ პირობებში ცხოვრებას. საჭიროა რომ ბავშვმა რაც შეიძლება მალე ადამიანების სივრცეში გადაინაცვლოს. ეს კი თქვენი დახმარების გარეშე შეუძლებელია ღვთისმიერო ადამიანებო. თუ მთელი საქართველო გავერთიანდებით, შესაძლოა სოფელში პატარა სახლის საყიდელი ფულით შევაგროვოთ და ბავშვი ტყიდან დავიხსნათ. უფალი არასდროს დაგივიწყებთ ამ სიკეთეს. გადარიცხეთ ნებისმიერი თანხა ჩერნოვეცკის ფონდის ოფიციალური საიტის მეშვეობით.